მოგესალმებით, გიბრუნდებით 4-13-დან ამოცანების განხილვით. მაგრამ სანამ 4-13-ს განვიხილავდე, ჩვენ წინა გაკვეთილზე საინტერესო საკითხი შემოგთავაზეთ, ეს იყო წერტილიდან წრეწირამდე მანძილის საკითხი, კონცეფცია. ჩვენ დავასაბუთეთ წერტილის გარეთ მდებარე წერტილიდან, როგორ უნდა ვნახოთ წერტილამდე უმოკლესი და უშორესი დისტანცია, მანძილი და იქვე გამარტეთ, აი წერტილის შიგნით რომ იყოს წერტილი, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ. თუმცა არ დაგვისაბუთებია და რაღაც რეკომენდაცია მოგეცით, როგორ შეგეძლოთ დაგისაბუთებინათ, და გერჩიათ დამოუკიდებლად, მაგრამ ცოტა არ იყოს არარელევანტური იყო ის რეკომენდაცია, ყოველ შემთხვევაში იმით გაგრძელება გაგვიჭირდა, მოწაფეებმა ვერ დაასაბუთეს და მოდი მე შემოგთავაზებთ ახლა ყველაზე მარტივ მიდგომას, ჩემი აზრით მარტივი არის და ცოტა გაჭირდა მისი დანახვა. ანუ რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? მიცემულია წერტილი, მის შიგნით აღებულია წერტილი, ასე ესა ცხად აგერ აღებული წერტილი, წერტილი და უნდა ვიპოვოთ რა იქნება უმოკლესი მანძილი, მინიმალური მანძილი წრეწირამდე და რა იქნება უშორესი. აქაც გადავწყვეტი არის წრეწირის ცენტრი. გავავლობთ ამ წერტილსა და წრეწირის ცენტრზე დიამეტრი. ახლა ასე იქნება. და ჩვენ გვაქვს ჩვენი ჰიპოთეზა, მოსაზრება, რომ უმოკლესი მანძილი არის აი ეს, ხოლო უშორესი იქნება აი ეს. და მოდი დავასაბუთოთ ახლა, ანუ უმოკლეს მანძილს ესე იგი რომ გავაგზავნებთ ჩვენ ამ დიამეტრს, უბრალოდ რომ გავავლევთ ამ დიამეტრს, რა თქმა უნდა, მას გააჩნია თავისი ბოლოები და ის ბოლო, რომელიც ყველაზე ახლოს არის წერტილის შიგნით აღებულ წერტილთან, ამ წერტილთან, ну ვთქვათ, ასეთი ვიხსენიოთ, ხოლო რომელიც უფრო შორს არის, ასეთ ან სხვანაირად თუ ვიტყვით, დიამეტრის ის ბოლო, რომელიც მოცემულ წერტილთან ერთად ცენტრის მიმართ ერთ მხარესაა, ესენი შექმნიან უმოკლეს მანძილს, ხოლო დიამეტრის ის ბოლო, რომელიც მოცემულ წერტილთან ერთად სხვადასხვა მხარეს არის ცენტრის მიმართ, ისინი შექმნიან მაქსიმალურ დაშორებას წრეწირამდე. ახლა ვაჩვენოთ ეგ. ავიღოთ ნებისმიერი გაწერტილი წრეწირზე და დავაკვირდეთ იქნება თუ არა ის უფრო ახლოს M-დან ვიდრე A. იგი განვიხილოთ ახლა ასეთი სიტუაცია. მოდი აი ეს სამკუთხედი განვიხილოთ OMK. ცხადია ეს რადიუსია და კიდევ მოდი რაღაცა დავაწეროთ ახლა აღნიშნულ გვერდებს, ხო? მაგალითად ეს იყოს ჩავუყალიბდი ახლა რა ფერი ავირჩიე, სხვა ფერით დავაწერ. ეს იყოს მეგობრებო, ну რასაც გეკითხებია, თქვა და x-ი იყოს, ხო? ანუ x-ით გამოსახოთ ის გვერდი, რომელთანაც შედარება გვინდა. მოდი რასაც ვადარებ, ის მოვხსენიოთ 10. აი ეს იყოს A გვერდი. მაგრამ აქ გვაქვს კიდევ ჩვენ OM, ხო? აი აქ. მოდი მას დავარქვათ B პირობითად. ახლა დავაკვირდეთ ერთ სიტუაციას. ნახეთ, სამკუთხედის უტოლობა რომ განვიხილოთ OMK სამკუთხედში. სამკუთხედ OMK-დან რა გამოდის? ხო გამოდის, რომ B-ს დამატებული x-ი ყველა ვარიანტში მეტი იქნება
R-ზე. მაგრამ ამავდროულად ცხადია, რომ ეს დამატებული არის R. მაშინ აი ეს მნიშვნელობა რომ შევიტანთ აქ რა გამოვა? გამოვა რომ B-ს დამატებული X-ი ეგ მეტია B-ს დამატებული A-ზე. და თუ ტოლობის ორივე მხარეს გამოვაკლებთ B-ს, ერთსა და იმავე რიცხვს, ტოლობა არ შეიძლება, იგივე დარჩება და გამოვა რომ X-ი მეტია A-ზე. ანუ რა მივიღეთ? ნებისმიერი წერტილი, რომელიც არ უნდა შევაერთოთ, მეგობრებო, ჩვენ წერტილის წერტილთან, ან აღებულ წერტილთან, ამებთან, უფრო შორს იქნება, ვიდრე თავად ამანძილი, ხო? უფრო გრძელი იქნება, ვიდრე ამ მანძილი. ანუ A წერტილამდე მანძილი. ესე იგი გამოდის მინიმალური. მოკლე და ისეთი ეფექტური დამტკიცება. ახლა მოდი დავაკვირდეთ მაქსიმუმის სიტუაციას. ვაჩვენოთ, რომ MB იქნება ყველაზე შორი მანძილი. აი თქვათ აქ არის რაღაცა გაწერტილი, აგერ არის გაწერტილი. ვაჩვენოთ ახლა, რომ MK-ზე უფრო შორს ვიქნებით, ხო? შევაერთოთ ასე. მოდი აქაც ავდგეთ და განვიხილოთ ამას დავაწეროთ ჩვენ X-ი, ხო? X-ი, ანუ ეგ არის ჩემთვის ახლა საორიენტაციო, ამას ვადარებ MB-ს. აქ ეს იყოს მონაკვეთი, ეს არის R, ხო? ეგ ვიცით. მოდი შევაერთოთ ახლა K ცენტრთან. ცენტრთან შეერთება, გითხარით, ლამის პანაციაა. მენთან, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში მაშვეულულად გვევლინება წერტილებთან დაკავშირებულ ამოცანებში. დავწეროთ აქაც სამკუთხედ KOM-ში სამკუთხედის უტოლობა. ეს ხო R-ია, რა? და ჩვენ ვიცით, რომ R + B მეტია X-ი. რა? სამკუთხედში შესრულდება სამკუთხედის უტოლობა და R + B მეტი იქნება X-ი. მაგრამ დააკვირდით ახლა რა არის R + B? R + B არ გამოდის თავად B-ი. ანუ B-ი ნებისმიერ M წერტილის წრეწირთან შემაერთებელ მონაკვეთზე მეტი იქნება. ნუ ამით ვაჩვენეთ, რომ B-ი არის მაქსიმალური დაშორება დისტანცია. ეწირავთ M წერტილიდან წრეწირავთ. აგერ ეს ლამაზის დასაბუთებები იყო და რაც ასე რომ არ დავჩეროდა ისე გულზე მძიმედ, რომ რაღაც ვერ გავაკეთეთ, მოგიღებით. გავაგრძელოთ ახლა 4-13-დან ამოცანების განხილვა. წრეწირები, რომელთა რადიუსები არის 5 და 8, ერთმანეთს ეხება. იპოვეთ მანძილი წრეწირების ცენტრებს შორის გარე და შიგა შეხებისას. ანუ ორი სიტუაციაა განსახილველი, როდესაც წრეწირები ერთმანეთს გარედან ეხება და მეორე სიტუაცია, როდესაც წრეწირები ერთმანეთს შიგნიდან ეხებიან. ახლა ჩვენ მოდი აქ დავასაბუთოთ ერთი ფაქტი. შეგვიძლია პრინციპში დასაბუთება, ხო? ყველაფერი ვიცით. რომ წრეწირების შიგა და გარე შეხებისას, მოდი ეგეც ჯერ არ გვინდა 4-13, ვასაბუთებთ ახლა ასეთ ფაქტს, როდესაც წრეწირები შიგნიდან და გარედან ეხებიან ერთმანეთს, მაშინ სამი წერტილი ერთის ცენტრი, მეორეს ცენტრი და თავად შეხების წერტილი, თქვათ, M წერტილი, ყოველთვის მდებარეობს ერთ წრფეზე. ყოველთვის. ანუ ცოტა ეს უფრო გავსა რა. შევართოთ ახლა, ესე იგი რა ხდება? მე უნდა ვაჩვენო, ეს არის ერთი წრფე. აი ეს. ხოთ არ არის ერთი წრფე.
და თქვათ ეს სამი წერტილი, პირველი წერტილი, მეორე წერტილი და მესამე არ მდებარეობს ერთ წრფეზე. კარგი. მაშინ ასე მოვიცეთ, ნახეთ მეგობრებო, და მოდი 100 გავალოთ ერთი. მეორე თქვათ 100-ია. პირობითად, ხო? ცხადია, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ წერტილში ხების გავლივა, ხო? ნებისმიერ წერტილში. და ხო შეგვიძლია გავავლოთ აი მათი შეხების წერტილში, ისინი ხო ეხებიან რაღაც წერტილში ერთმანეთს. და იმ შეხების წერტილში გავავლოთ ისე ცოტა ისე გამოდის არა რეალისტური ასე იმიტომ ესენი ერთმანეთს უნდა ეხებოდნენ, იმიტომ წერტილი ერთია, ანუ დაახლოებით ასეთი სიტუაცია უნდა იყოს რა, რომ წარმოვიდგინოთ 100 და ვითომ 100 არის რა. ანუ იმიტომ რომ ერთ წერტილში უნდა ეხებოდნენ ესენი. ეს შეხების წერტილია, ხო, ორივე წერტილისთვის საერთო წერტილი. ასე წარმოვიდგინოთ სიტუაცია. უფრო რაღაც რეალისტურია. ანუ არის შეხების წერტილი არსებობს, დავავლებ ეს შეხების წერტილში ერთი რადიუსიც, მეორე რადიუსიც, აი ამ წერტილში გავავლებ ეს, უბრალოდ არ მჯერა, რომ მათ შორის კუთხე არის 180 გრადუსი. ანუ ერთ წერტილს თუ ადგენენ, ესე იგი M1 და M2 სხივები ერთმანეთის დამატებითი სხივები უნდა იყვნენ, ხო? ანუ 180 გრადუსიანი კუთხე უნდა იყოს მათ შორის, მაგრამ თქვა არა. არ მჯერა რა. კი ბატონო, მოდი გავავლოთ ხები. აი, ნებისმიერ წერტილზე ხო შეგვიძლია ჩვენ ხები გავავლოთ. და ხები რა გეომეტრიული კატეგორია. ეს იქნება მართობული როგორც ამისი, ხო? ესა მეორესი არ იქნება, რომ ხები გავავლოთ. მაშინ რა გამოდის, მეგობრებო? გამოდის, რომ ეს კუთხეების ჯამი 180 გრადუსია. ესე იგი გამოდის, რომ O1 M2 კუთხე, ასე გაშლილი კუთხეა, ანუ ერთ წრეზე წევს. ჩემი დაშვება იქნებოდა მცდარი. განს დაშვებაც არ უნდა პრინციპში პირდაპირ გამოთვლით, ასე აღმოაჩენით, რომ ეს აუცილებლად ერთი წრე უნდა ყოფილიყო. ну აქაც ანალოგიურად გავაკეთებდით მეგობრებო, ასე გავატარებთ შეხების წერტილზე წრფეს, ამისთვისაც მართობული იქნებოდა, ამისთვისაც მართობული იქნებოდა, მაგრამ მოცემულ წერტილზე მოცემული წრფის მიმართ რამდენიმე სიმაღლის მართობის აღმართვა შეგიძლიათ პერპენდიკულარს ერთის, ხო? და გამოვიდოდა, რომ O1 10 და O2 10 ერთი და იმავე წრფეზე ძევს. ანუ არა აქვს უქროები მნიშვნელობა, თქვენ შიგა შეხება გაქვთ, თუ გარე შეხება გაქვთ, ადგილი აქვს ერთ ძალიან მნიშვნელოვან დამოკიდებულებას. სამი წერტილი, ეს სამი წერტილია წერტილის ცენტრები და მათი შეხების წერტილი ყოველთვის ძევს ერთ წრფეზე. ნებისმიერი სამი წერტილი, ყოველი სამი წერტილი, რომელი სამი წერტილი წერტილის ცენტრები და მათი შეხების წერტილი ძევს ერთ წრფეზე. კარგი, ასე მოდი გამოვიყენოთ 4-13-ში აღნიშნული ინფორმაცია. თუ მე მაქვს გარე შეხება, მაშინ გავავლებდი ცენტრების შემოერთებელ მონაკვეთს. ცხადია, ამ მონაკვეთზე იქნებოდა შეხების წერტილიც. რადიუსები არის 5 და 8. და მაშინ რა გამოვიდოდა ცენტრებს შორის მანძილი გამოვიდოდა 3. ხოლო მეორე შემთხვევაში ისევ გავავლებდი ცენტრების შემოერთებელ მონაკვეთს, გავაგრძელებდი ის, რა თქმა უნდა, შეხებამდეც მივიდოდა. მცირე რადიუსი არის 5, ხო, დიდი რადიუსი არის 8 და ჩვენ გვინდოდა ცენტრებს შორის მანძილი, ხო? ანუ 8-ს გამოვაკლებდით 5-ს არა, ნახაზი ადეკვატური არა, ალბათ რეალისტური, მაგრამ მარტივი სათქმელია, რომ აი ეს მონაკვეთი იქნებოდა 8-ს გამოკლებული 5. ანუ იდეაში ცენტრებს შორის მანძილი ერთ შემთხვევაში გამოდის 1+1 პატარა, მეორე შემთხვევაში 1-1 პატარა. რა გააჩნია შიგა შეხება თუ გარე შეხება. გავაგრძელოთ ახლა ჩვენ საუბარი
4-ის 14-ით. ну, ეგ უკვე სტანდარტული ამოცანებია, აქ უნდა იცოდეთ თქვენ თეორიული მომენტი, წრეწირებთან დაკავშირებული კუთხეები, კონკრეტულად რომელი კუთხეა ჩახაზული, ცენტრალური კუთხეწვეროთი წრეწირის შიგნით კუთხეწვეროთი წრეწირის გარეთ და უნდა იცოდეთ მათი დეფინიცია. ახლა თუ იქნება აქ საშუალება, სწრაფად გავალ ფონს რა. აი, ნახეთ კუთხე ABC, A, B, C. აი, ეს კუთხე ხო არის ჩახაზული კუთხე, წვერო თუ არის წრეწირზე, რისიტო ჩახაზული კუთხე არის მოჭიმული რკალის, ანუ რკალსაც ეყრდნობა მისი ნახევრის ტოლი, ანუ კუთხე ABC იქნებოდა და AC რკალის ნახევრის ტოლი. ნახოთ ახლა AC რკალი რამდენია, თუ არის დათვლადი, ABC არის 260 გრადუსი. დაგვირდით, აი ABC ეს თუ 260 გრადუსია, ცხადია AC რკალი იქნებოდა 360 გამოკლებული 260, ეს არის 100 გრადუსი და შესაბამისად ABC გამოვიდოდა 100-ის ნახევარი, ანუ 50 გრადუსი. ასე გამოვიყენეთ ახლა თავად წინ შემოცემული ნახაზი და მარტივად გავედით ფონს. თუ არ დავხარეთ ნახაზვას. გავაგრძელოთ 4-ის 15-ზე ვართ, არა? ну, აქ შევძლებთ მასე დრო დავზოგოთ. ახლა რა უნდა გვისმოდეს? ну, რადგანაც ჩახაზული კუთხე, აი მაგალითად ეს კუთხე, მოდი ცოტა ესე შეგისწორებ მასალად, ეს კუთხე მოჭიმული რკალის ნახევრის ტოლია, ხოლო ცენტრალური კუთხე თავად ამ რკალის გრადუსული ზომის ტოლია, მაშინ შესაბამის ჩახაზულ და ცენტრალურ კუთხეებს რა დამოკიდებულება ექნებათ? ნახევარი იქნება ცენტრალური კუთხის ჩახაზული, ხო? ამიტომ NMP, სად არის ახლა NMP კუთხე? აი, ეგ არის ჩახაზული კუთხე. თუ არის 50 გრადუსი, მაშინ NP რკალი შესაბამისად რა გამოვიდოდა, ორჯერ მეტი არ გამოვიდოდა 100 გრადუსი, კი? ხოლო ცენტრალური კუთხე იქნებოდა ამ რკალის ტოლი თავად. ამიტომ პასუხი იქნება 100 გრადუსი. მარტივია და არ გავჩერდეთ დიდხანს. მე-16 ამოცანა. აქაც აბა ნახოთ რა CAB კუთხე ვიცით, CAB, აი ეს კუთხე ვიცით. და CBA კუთხე გვინდა. ну, აქ რას ვიყენებთ? ახლა აქ ვიყენებთ ჩახაზული კუთხის ერთ-ერთ თვისებას, რომ თუ ჩახაზული კუთხე ეყრდნობა დიამეტრს, მაშინ ის მარტი კუთხეა. მარტივია ხო, იმიტომ რომ ჩახაზული კუთხე თუ მოჭიმული რკალის ნახევრის ტოლია, რასაც ეყრდნობა, დიამეტრი ხო მთელი წრეწირის ნახევარს ჭიმავს, ანუ 180 გრადუსს და შესაბამისად ჩახაზული კუთხე 180-ის ნახევარი იქნებოდა და ეს თუ 57 გრადუსია, მაშინ ეს კუთხე გამოვა მართკუთხა სამკუთხედიდან, მახვილი კუთხეების ჯამი 90 გრადუსია, 33 გრადუსის ტოლი. იმედია არ ვიწყრებით ახლა, რომ დეტალურად არ ვიხილავ, რომ ძალიან მარტივია, შეგვეძლო ამ ამოცანებზე განახვდარიყავით კიდეც, ხო? იმიტომ რომ უბრალო პერიფრაზიც ავი რა არის ახლა თეორიის, ხო? პირდაპირ გვჭირდება კონკრეტული მასალა. და ერთი რაღაცა განზოგადებას ადგილი არ აქვს. ასე აქაც ისევ ჩახაზული, ახლა რა არის? ახლა არის კუთხეწვეროთი წრეწირის გარეთ. მოდი გავიხსენოთ, რას უდრის კუთხეწვეროთი წრეწირის გარეთ? ის ტოლია, არა აქვს მნიშვნელობა, აი ასეთი სიტუაცია, როდესაც კუთხის გვერდები მხებია, თუ ასეთი სიტუაცია, როდესაც კუთხის გვერდები მკვეთია, თუ ასეთ სიტუაცია, როდესაც ერთი გვერდი მხებია და მეორე მკვეთია, არ აქვს მნიშვნელობა ყველა ვარიანტში. რისი ტოლია ეს კუთხე წვეროთი წრეწირის გარეთ? ტოლია კუთხის გვერდებს შორის მოქცეული რკალების, აი ამ რკალის და აი ამ რკალის სხვაობის ნახევრის. აქაც აი ამ რკალის და ამ რკალის, ხო? აი რკალი გვერდებს შორის მოქცეულის და ამ რკალის. აქაც ტოლი იქნებოდა აი ამ რკალს, ასე MAP რკალს გამოკლებული ეს ზედა რკალი, ხო, აი ეს ზედა რკალი.
როგორ იწერება ეს? მოდი უბრალოდ m პერკალი თქვათ, ხო? გამოკლებული m პერკალი და უნდა გავხოთ 2-ზე. აი ეგ არის რა. და შესაბამისად ახლა m პერკალი თუ 200 გრადუსი, m აპერკალი, მაშინ m პერკალი ხო იქნებოდა 160 გრადუსი. და მათი სხვაობა რა გამოდის? მათი სხვაობა 200 გამოკლებული 160 გამოდის 40. 40 გაყოფით 2-ზე და ეს იქნებოდა 20 გრადუსი. ნუ ეს თუ 200 გრადუსი იყო, აქ წითლად რაც მაქვს, შედის ფრით, მწვანე კუთხე იქნებოდა დანარჩენი 160 გრადუსი და მათი სხვაობის ნახევარი იქნებოდა კუთხე წვრთი წრეწირის გარეთ. 18 ახლა ეხება იდეას კუთხე წვრთი წრეწირის შიგნით. კუთხე წვრთი წრეწირის შიგნით რისი ტოლია? აი ეგ რისი ტოლია, როგორ კუთხეს აკადეს მიკითხები. აი ეს კუთხე საკადე რომელი? მოდი წარაფერი კარგად არ მოჩანს, ისე შინდისფერი არ ხო, წითელი არ ხო, აი აკადე კუთხეს, აკადე კუთხე. რისი ტოლია? ამ კუთხის და მისი ვერტიკალური კუთხის, აი აქეთ რომ არის, გვერდებს შორის მოქცეული რკალების ჯამის ნახევრის, ხო? მოდი გავამოქებ ახლა, აი ამ რკალის, ასე აკალის და აი ამ რკალის ჯამის ნახევრის ტოლი. ნუ რასაც გვეკითხებოდეთ, ესე იგი აკადე კუთხე იქნებოდა ადერკალს დამატებული შედერკალი გაყოფილი 2-ზე. ადერკალი ვიცით არის 100 გრადუსი, ცებერკალი არის 110 გრადუსი, ნუ შესაბამისად მათი ჯამის ნახევარი, ანუ 210 გრადუსის ნახევარი რამდენია? 105, ხო? აი ეს იქნებოდა საძიებელი კუთხე. მე-19 ამოცანი. DAE კუთხეს ითხოვე. ესეც არის კუთხე წვრთი წრეწირის გარეთ, ხო? DAE. კუთხე DAE. და რას უდრის? უდრის აი ER-ს გამოკლებული BC-ალი შეფარდებული 2-თან. პირდაპირ არის მოცემული. D არის 120, BC არის 20 და მათი სხვაობის ნახევარი იქნებოდა 50 გრადუსი. მოდი დავაკვირდეთ მე-20-ს. აქაც კუთხე წვრთი წრეწირის გარეთ არის ეგ და რისი ტოლია კუთხე MAP, ხო? ეს არის აი ამ კუთხის გვერდებს შორის მოქცეული რკალი, ერთი რკალი ხო არის ეს M პერკალი. გამოკლებული. მეორე აი ეს არ არის, აი ეს ნახევარი. აღნიშნოთ. აი ეს რკალია. N პერკალი და უნდა შევაფარდოთ 2-თან. ახლა რა ვიცი, ჩვენ ვიცით NPM რკალი. NPM რკალი ვიცით, ეგ არის სრულად 200 გრადუსი და NP არის 30. ანუ ეს თუ 30 გრადუსი აი მწვანე. და მთლიანად იყო 200 გრადუსი, ხო? მაშინ შავი რკინიგზა არ გამოვიდოდა 170 გრადუსი? და შესაბამისად ეგ რა იქნებოდა? 170 გამოკლებული 30. შეფარდებული 2-თან. ნუ პასუხი იქნება 70 გრადუსი. მარტივად გავიდოდით ფონს. კარგი, გავაგზავნოთ ახლა 21-ი ვნახოთ. 21-ში. მოდი ეს გადავხაზოთ ახლა, იმიტომ რომ ძალიან წვრილი ნახაზი გამოვა და არ დავიზაროთ
ისი გადატანა. თუ არ იქნება დროის ფუჭი კარგვა, თუ გადავხასა. ავიღოთ წლეწირი, როგორ არის ახლა აქ როგორც ჩანს, ესე იგი AP გვერდი დიამეტრის გაგრძელება გამოდის. ერთგვარი, ანუ არის აი ერთი გვერდი ასე არის. ცენზე ის მეორე მოკვეთი არის. აი ასე. ავიღოთ წვერუები. აწვირო. ვიწვირო. აწვირო. გქცე. ცენტრი, ხო? და პ. კიდევ არის ოკა, თავად აქვს ოკა გვერდი გავლება. იცე რკალი ვიცით. 20 გრადუსია. ეს რკალი 20 გრადუსია. AOE კუთხე 60-ია, ხო? ეს კუთხე 60-ია. აუ წარმართი ყოფილა. ცოტა ის მეგონა. რა იქნებოდა KAP კუთხე და კლასიკურად ისევ და ისევ. KAP კუთხე, KAP კუთხე, აი ეს კუთხე არის კუთხე წვრთი წრეწირის გარეთ, რისი ტოლია? მის გვერდებს შორის მოქცეული კალების, აი ამ რკალის და აი ამ კალის სხვაობის ნახევრის. მაგრამ კაპერკალი რა? კაპერკალი ხო არის ცენტრალური კუთხის შესაბამისი და ნუ ცენტრალური კუთხე 60 გრადუსი იყო, ეგეც 60. ესე იგი რა გამოვიდოდა? 60 გრადუს გამოკლებული 20 გრადუსი შეფარდებული 20 გამოკლებული 2-თან გამოვიდოდა 20 გრადუსი. 22 ამოცანა. აბა დავაკვირდ. მეორე 22. ცენტრის მქონე წრეწირის აბერკალის გრადუსული ზომაა 60 გრადუსი. აბერკალი, აი აქ რო დავაწიროთ, აი ეს არის 60 გრადუსი. კი ბატონო. რას უდრის ACB და AOB კუთხეების იდეები თუ CB წრეწირის დიამეტრია. დიამეტრი რო არ ყოფილიყო რა პრობლემა? CB. ჩვენ ახლა ვხვდები, აი დიამეტრი რო არ მოეცა დიამეტრის განაზე მეტი არ გამოდის. თუ რატო ახლა? თუ A და C B ის იყო C, ხო? ეყრდნობა 60 გრადუსი არ კალს, რომ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ეს დიამეტრით იქნება შედგენილი თუ ის ეს თუ არის 60 გრადუსი, მორჩა დამთავრდა. ეს იქნება 30 გრადუსი, ხო? კალზე დაყრდნობილი კუთხე ამ კალის ნახევრის ტოლია, ჩახაზული. და ACB იქნებოდა 30 გრადუსი და AOB რადგან ცენტრალური კუთხეა, ეთქვევა თავად 60 გრადუსი არ კალს და იქნებოდა 60 გრადუსი. მეტი რამე არ გამოჩა ხედულობიდან ახლა. ხო, ნუ მგონი აქ დიამეტრი არისო CBO ამის ცოდნა ზედმეტი პირობა იყო. და გვიდი თქვენ თვითონაც ეს არ ვიყო რა შეიცვლებოდა რა. ალბათაც არის. კუთხის 23. ორი პარალელური ქორდიდან ერთი ჭიმავს 40 გრადუსიან რკალს. მოდი ავიღოთ წრეწირი. გავავლოთ ორი პარალელური ქორდა. ერთი ქორდა იყოს ასე, მეორე თქვათ იყოს ასე. პირობითად. ერთი 40 გრადუსიან კალს ჭიმავს. აი დავაწეროთ ახლა ეს AB-ა და AB რკალი იყოს 40 გრადუსი. ვთქვათ ეს CD მონაკვეთია და
ვიცით რომ ცხედი არის რეწირის ორი მეცხრედი ნაწილი, ხო? და შესაბამისად ესე იგი იქნებოდა 2 მეცხრედი რისი 360 გრადუსის. ანუ 80 გრადუსი. ზედერკალი. უკან ეს არის 40 გრადუსი, ეს 80 გრადუსი. ახლა ჩვენ გვეკითხებიან უმხორდებს შორის მოქცეულ რკალებს. აი, ამას გვეკითხებიან რაც ერკალს და გვეკითხებიან ბედერკალს, ხო? ალბათ ინტუიციურად მიხვდებით, რომ ეს რკალები ტოლი უნდა იყოს. მაგრამ რატო ახლა ტოლი? მოდი რომ დავფიქრდეთ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ჩვენ ვიცით, რომ ტოლი ქორდები ტოლ რკალებს ჭიმავენ. შეიძლება ვაჩვენოთ, რომ თუ გავავლეთ ახლა ჩვენ აქ AC ქორდას და BD ქორდას, რომ ისინი ერთმანეთის ტოლი. მაგის ჩვენება როგორ შეიძლება ახლა? მაგის ჩვენება შეიძლება საკუთხედების ტოლობით. აი რომ ავდგეთ ახლა ჩვენ და აი ავიღოთ BD საკუთხედი და რომ ავიღოთ ესე BAC საკუთხედი. ნახეთ, გავაფერადებ ახლა ერთი ეს საკუთხედი რომ იყოს. ერთი ცოტი ასე ერთი ეს საკუთხედი და მეორე მოდი დავსტრიხოთ მეორე საკუთხედი. აი მეორე ეს რო ყავს. რატო არიან ახლა ესენი ტოლები? არიან ტოლები. შემიძლია ვქვა. ისე ამას რო ამბობ. ასე კიდევ. აი მოდი დავფიქრდეთ ახლა როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ საკუთხედი ტოლი კი იქნება ყველა ვარიანტში. პარალელურია. პარალელური თუ არის? უფრო მარტივად, რა თქვენდა ამდენი ძვალი. ზოგადად თუ არედინობა და საფრთხე მდებარეობა გამოვიყენოთ კუთხეების. აი ნახეთ. რაც თქვი ისიც, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი იქნებოდა, მაგრამ არ არის საჭირო. დავგვირდით, ეს ხო ორი პარალელური წრფია. და მესამე მკვეთი ხო არის? ესე იგი ერთმანეთის ტოლია, ხო? შიგაჯვარედინა მდებარე კუთხეები. ანუ გამოვიდა რომ ჩახაზული კუთხეები თუ ტოლია, ცხადია, მათ მიერ მოჭიმული რკალებიც ერთმანეთის ტოლი იქნებოდა. ანუ იდეაში ესეც რაღაცა x კუთხია, ესეც რაღაც x კუთხია. შესაბამისად 2x + 40 + 80 იქნებოდა 360. და 2x გამოთვლიდით 140 და 120 გამოდიოდა. იცი, კაი დავთვალეთ, მაგრამ უცებ ბოლოს უყურებ ჩვენ რომ აი განიხილეთ ორი შემთხვევა. აქ ახლა გვესვარება ავტორი და მითითებას გვაძლევს, მაგრამ მე უკვე შეიძლება გამოცდაზეც რა თქმა უნდა, წესით არ უნდა მოიტანო მსგავსი მითითება, გამოცდელი თავად უნდა მიხდეს, რაშია საქმე. უნდა განვიხილოთ მეორე აი შემთხვევა. რა მეორე შემთხვევა ხარ? სად არის აქ მეორე შემთხვევა? რატომ ჩავთვალეთ ჩვენ რომ ეს ორივე ხორდა მაინც და მაინც ცენტრის მიმართ ეს სხვადასხვა მხარეს იქნებოდა რა. ხო შეიძლებოდა ერთსა და იმავე მხარეს ყოფილიყო. აი დაახლოებით ასეთი სიტუაცია ყოფილიყო მეგობრებო. ერთი ქორდა ასე ყოფილიყო და მეორე ქორდა ყოფილიყო ესე. რა პრობლემა ხო შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. ცხადია
პატარა ქორდა მოექცეოდა დიდი ქორდის მოკვეთილ, ამას მე ვისწავლით, სეგმენტი ქვია, ხო? აი ამ ნაწილში დიდი ქორდის მიერ მოკვეთილ სეგმენტში. დიდი ქორდა აქ ცხადი არის CD. ამიტომ თავისუფლად შეიძლებოდა AB ქორდა, რომელიც ჩვენთან AB ქვია და ეს 40 გრადუსი არ კალს ჭიმავს, მოქცეულიყო იმ ქორდის მიმართ, ცენტრის მიმართ ცალხარეს, იმ ქორდის მოკვეთილ მონაკვეთში, რომელიც უფრო დიდი ზომის იყო რა. თუ ასეთი განლაგება შეიძლება ყოფილიყო. ანუ იდეაში, ან წრეწირის ცენტრის მიმართ სხვადასხვა მხარეს იქნებოდნენ, მეტი პოზიცია ფიზიკურად არ არის. ან ერთსა და იმავე მხარეს იქნებოდნენ ისინი განლაგება. და დააკვირდით, ეს თუ 40 გრადუსია. ეს შეიძლება 60 ხო. ოდიში რა გავაკეთე მე ახლა? ხო, არაფერი. 40, 9, 360 40, 40, 80. კი, სწორად არის ესე დათვლილი. და დააკვირდით ახლა ეს არ იქნებოდა მთლიანად 80 გრადუსი, აი ეს, აქედან აქამდე. კი. მაშინ აქაც მსგავსად დასაბუთებოდა მარტივად, რომ ეს ტოლირკალებია ბოლო ვარიანტში. და უკვე რა იქნებოდა ეს ტოლირკალები, როგორ დაიქნებოდა 80 გრადუსი იქნებოდა 2x დამატებული 40-ის ტოლია რა. x დამატებული x-ი და დაემატებოდა კიდე 40 და იქნებოდა ჯამში 80. მაშინ რა გამოვიდოდა? გამოვიდოდა მეგობრებო, რომ 2x უდრის 40 და x უდრის 20. აჰა, ასეთი სიტუაცია იქნება. ან 20 გრადუსი იქნება პასუხი, ან 20. თუ აქ რა არის ახლა საინტერესო? თუ პრინციპში ის რაც მოგვია ავტორმა რომ გვითხრა ორ შემთხვევას რომ ქონდა ადგილი. თუ სასურველია მსგავს შემთხვევაში თუ თავად მიხვდებით ამას და ეთიდება არ დაგჭირდება. კარგი, მოდი. გავაგზავნოთ ჩვენ განხილვა 24-60 და ნახოთ. იმედა CD წრეწირის დიამეტრებია, კი. COB კუთხე არის 50 გრადუსი და უნდა იყოს რკალები. ძალიან მარტივია, ხო? ეს თუ 50 გრადუსი, აქ 130 გრადუსი იქნებოდა ცენტრალური კუთხეების მოსაზღვრე და რკალები შესაბამისად ორ-ორჯერ დიდი იქნებოდა 100 გრადუსი. ოდიში რა ორ-ორჯერ დიდი. ცენტრალური კუთხის ზომის ტოლი იქნებოდა თავად რკალებიც, ხო? B რკალი 50 იქნებოდა, ეს 50 იქნებოდა, AC რკალი აი ეს 130 იქნებოდა. ასე AD რკალი ADS-იც 50 იქნებოდა და შესაბამისად DB რკალი იქნებოდა 130 გრადუსი. იქაც მარტივად გავედით ფლოს. 25. აი, მოდი დავწერთ 25. ჩვენთან. მოხოთ წრეწირი. იბავით კუთხე AB ქორდასა და მის ბოლოზე გავლებულ OA რადიუსს შორის თუ AB რკალის გრადუსული ზომა არის 82 გრადუსი. ავიღოთ რაიმე ქორდა. ვიცით რომ ეს AB ქორდის სახელწოდებითაა. ასე. და აწერტილი შევაერთოთ ციკლთან, ხო? ასე. ვიცით რომ AB რკალის გრადუსული ზომა არის 82 გრადუსი, აი ასე. და გვეკითხებიან ჩვენ კუთხეს ქორდასა და მის ბოლოზე გავლებულ რადიუსს შორის, ხო? აი ამ კუთხეს. ამ კუთხეს გვეკითხებიან. და თუ ძალიან მარტივადაა საქმე, შევერთებით მეორე ბოლოსაც წრეწირის ცენტრთან, ასე. რა თქმა უნდა, თორმეტ და სამკუთხედი იქნებოდა. ეს კუთხე იქნებოდა 41 გრადუსი, იმიტომ რომ არა 41 რატო იქნებოდა ჩახაზული კუთხეში მივიღება ხა მეორეჯერ უკვე. ანუ ცენტრალური კუთხე ტოლი იქნებოდა მოჭებული რკალის, ხო? 82 გრადუსი იქნებოდა
და შესაბამისად კუთხეა და კუთხეები ხო ერთმანეთის ტოლია ტოლფერდა სამკუთხედში და კუთხეა გამოვიდოდა 180 გრადუს გამოკლებული 82. ოღონდ მე უნდა გაგვიყო 2-ზე. 59 გრადუსი გამოდის, ხო? ეს 82 გამოვიდო 99-ია და 99-ის ნახევარი არის 59. 26 ამოცანა. 26 ამოცანას რაც შეეხება შეიძლება ეს აქაც გავაკეთოთ, ანუ რადიუსი, ვიცით, იყო 7. თუ რადიუსი 7-ია, მაშინ აქ ის ამბეგვერდი არ გამოდის 14 და შესაბამისად 30 გრადუსი აიკუთხე თუ არის ხო ასეთი სიტუაცია ამოცებული ეს AB არის 14 თან დიამეტრია დიამეტრზე დაყრდნობილი ჩახაზული კუთხე მართია ანუ მართკუთხა სამკუთხედია მართკუთხა სამკუთხედში ერთი კუთხე 30 გრადუსის ტოლია შესაბამისად მისი მოპირდაპირე გვერდი რა იქნებოდა ჰიპოტენუზის ნახევარი ანუ 7 რას უდრის BC გვერდი? ნუ ზუსტად BC გვერდზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ 7-ის ტოლია. ხო, აბა 27 ამოცხადა. რა სიტყვობს? ალბათ აქ იქნება საჭირო კუთხე ხებსა და ქორდას შორის, ხო? ნუ ეგეც ერთ-ერთი კუთხეა სულ 5 ძირითადი კუთხე განიხილება წრეწირთან დაკავშირებით. ცენტრალური კუთხე, ჩახაზული კუთხე, კუთხე წვეროთი წრეწირის შიგნით, კუთხე წვეროთი წრეწირის გარეთ. და კუთხე ხებსა და ქორდას შორის. რას უდრის კუთხე ხებსა და ქორდას შორის? ასე, ნუ მარტივი საჩვენებელია, რომ მათ შორის კუთხე, ეს კუთხე, მათ შორის მოქცეული კალის ნახევრის ტოლია. ანუ AB კალის ნახევრის ტოლია. ისე რა გვჭირდებოდა ჩვენ 4-ის 27-ში. მიღებულია B წერტილი წრეწირზე. გავლებულია მასზე ქორდა და ქორდაც რადიუსის და ხების საინტერესოა, ხო? ასე. რადიუსი და გავლებულია ხებიც, ქორდაც ეს არის O B ეს მართი კუთხე რა ვიცით. კითხვა რა შემგობარებს. რას უდრის AB ქორდას და B წერტილში გავლებული წრეწირის ხებს შორის AB ქორდა წრეწირის რადიუსის ტოლია. თავარია გე. AB ქორდა წრეწირის რადიუსის ტოლია. და რას უდრის კუთხე AB ქორდასა და B წერტილში გავლებულ ხებს შორის. შესაბამისად, ჩვენ გვიკითხებიან ამ კუთხეს. AB ქორდასა და ხებს შორის. ნუ რისი ტოლია კუთხე, ხო? ეს კუთხე საძიებელი კუთხე, მოდი ამას პირველად C დავარქვათ, კუთხე ABC, ასაც გვიკითხებიან, ეს არის AB კალის ნახევრის ტოლი. და AB კალი რა იქნებოდა? თუ ჩვენ შევკრავდით სამკუთხედს, ეს ტოლგვერდა სამკუთხედი იქნებოდა. შესაბამისად, აქ ოწოროსთან მდებარე კუთხე 60 გრადუსი იქნებოდა და აქედან გამოდის, რომ AB კალი იქნებოდა ცენტრალური კუთხის ტოლია, ხო, 60 გრადუსი. ესე იგი, შესაბამისად 30 გრადუსი გამოვიდოდა ABC კუთხე. გავაგრძელოთ 28 ამოცანა. 28. წრეწირის ერთი წერტილიდან გავლებული ქორდები ჭიმავენ 35-დან 75 გრადუსიან კალებს.
მივიღოთ რაიმე წერტილი და გავაბლოთ ორი ქორდა, ხო? ერთი თითქმის ორჯერ დიდია, უფრო მეტჯერ დიდი კიდე. აი ასე. მოიგოს ერთი ქორდა და მეორე ქორდა, ანუ ეს თუ არის 35 გრადუსი ერკალი, ეს ხო შეიძლება იყოს 75 გრადუსიანი არა? ასე. მაგრამ ახლა აქვე ხო უნდა გაგიჩნდეს კითხვა რომ აი რატო გადავდი იგივე მხარეს? აი ასე ვთქვათ, ანუ ცენტრის მიმართ ერთ მხარეს და ანუ ცენტრი რატო მოვაქციე მათ მიერ მიღებული კუთხის გარეთ? აი ხო შეიძლებოდა ისე გამევლო მეორე ქორდა, ვთქვათ, დიდი ქორდა, რომ ეს რო იყო ასე. ასე ყოფილიყო, ასე ყოფილიყო. არ შეიძლებოდა? ხო. რა თქმა უნდა, მეტი ფიზიკურად ვერ იქნება მეტი შემთხვევა, იმიტომ რომ კონკრეტული წერტილიდან ახლა ჩვენ რომ ამ წერტილიდან გადავდეთ ეს ორი ქორდა, ისინი იქნებიან ცენტრის მიმართ ერთ მხარეს, ასე ვთქვათ, მათ მიერ შექმნილი კუთხეში მოხდება უკვე ცენტრი. ან პირველ შემთხვევაში იქნება ადგილი, ან მეორეს, მეტი ფიზიკურად არ არის. ასე. ასე თუ ჩვენ ვიცით აი პირველ შემთხვევაში რომ გავყვეთ აქ, ხო? ეს არის 35 გრადუსიანი რკალი და მთლიანად ეს არის 75 გრადუსიანი რკალი, მაშინ ეგ მათი სხვაობა 40 გრადუსიანი რკალი არ გამოდის? კი. და მაშინ კუთხე ები არ იქნებოდა რკალის ნახევარი, ან 20 გრადუსი? კი, იქნებოდა. რაც შეეხება აქეთ, ეს თუ 35 გრადუსი და ეს არის 75 გრადუსი, მაშინ დანარჩენი რკალი არ იქნებოდა 360 გამოკლებული 35 პლუს 75, ანუ ეს 110 გრადუსი გამოაკლდებოდა და 250 გრადუსი. და მაშინ კუთხეები იქნებოდა რა რკალსაც ეყრდნობა 250 გრადუსიან რკალს. შესაბამისად მისი ნახევრის ტოლი, ანუ 125 გრადუსი. მაგაც ავტორი გვეხმარება, გვეუბნება ორი შემთხვევა განიხილება, მაგრამ ალბათ B კატეგორიის ამოცანებში თუ იქნებოდა მსგავსი სიტუაცია, უკვე მსგავს მინიშნებას აღარ გვეტყოდა. 29 ამოცანა. იპოვეთ წრეწირში ჩახაზული კუთხე, რომელიც ეყრდნობა რკალს, რომლის სიგრძე წრეწირის სიგრძის 3/4-ის ტოლია. ახაზის აგებაც შეგვიძლია არა ვაკუთვნ ახაზი. წრეწირის ერთი წერტილი და მოდიში ხო იპოვეთ წრეწირში ჩახაზული კუთხე, რომელიც ეყრდნობა რკალს. ავიღოთ ჩახაზული კუთხე. რაღაცა ისე ვთქვათ, ასეთი ჩახაზული კუთხე. კუთხეს გვეკითხებიან და ეს ჩახაზული კუთხე ეყრდნობა აი რკალს და ვიცით რომ AB რკალი წრეწირის სიგრძის 3/4-ის ტოლია, ანუ ვიცით რომ ესე იგი AB იქნება 3/60-ის 3/4. 54 გრადუსი იქნებოდა AB რკალი, არა? და შესაბამისად M კუთხე ხო არის მისი ნახევარი, ხო? კუთხეები არის AB რკალის ნახევარი, ანუ იქნებოდა 54-ის ნახევარი. ამით ჩვენ A კატეგორიის ამოცანები დავასრულეთ, დიდი ვიდეო არ გამოგვივიდა ახლა ეს ჩანაწერი, მაგრამ მოდი მომდევნო ჩანაწერში გავაგრძელოთ 30-დან უკვე B კატეგორიის ამოცანებით. აბა დროებით.